უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ბრალდების საფუძველზე შესაძლოა თბილისის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდეს. გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ბაკურიძე მოწმის სტატუსით გენერალურ პროკურატურაში უკვე დაიკითხა. ბაკურიძის განცხადებით გამომძიებლები მის მიერ გაკეთებული განცხადებით დაინტერესდნენ. ის უგულავას 2004 წელს უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილის გოგი კუპრეიშვილის უკანონო დაპატიმრებაში ანაშაულებდა. ბაკურიძის განცხადებით კუპრეიშვილი რეალურად 2004 წლის 5 მაისს დააკავეს, ხოლო პატიმრობა ოფიციალურად 8-ში გაუფორმეს. ბაკურიძე აცხადებს, რომ მან პირადად დაინახა, როგორ გადაყავდათ ხელბორტყილების გარეშე დაპატიმრებული კუპრეიშვილი ჩოლოქის ხიდზე. თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით შესაძლოა უგულავას წინააღმდეგ საქმე ქონების უკანონოდ მიტაცების კუთხითაც აღიძრას. საუბრით ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, ანუ იმ პერიოდზე ჩემს საკითხსაც ეხებოდა, როგორ მოხდა, რა მოხდა, ყველაფერს, ოღონდ როგორც ასეთი მოწმის სტატუსით, მხოლოდ და მხოლოდ გიგი უგულავას მიერ აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ უკანონო თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდს შევეხეთ. ბრალი სერიოზულია და მე ვფიქრობ და ჩემი ინფორმაციით უახლოეს პერიოდში ჩვენ გავხდებით მოწმე გიგი უგულავას მრავალი სისხლის სამართლის დანაშაულისა.